არის თუ არა გორში საკმარისი სამუშაო ადგილები და დასაქმებულები არიან თუ არა ახალგაზრდები. ეს კითხვა გორელ ახალგაზრდას ნატა გოგიაშვილს დაუსვით, რომელიც ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მიუხედავად ახალგაზრდებში დასაქმების სურვილის გორში საკმარისი სამუშაო ადგილები არ არის. ნატა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება სწავლის გრაფიკზე მორგებული სამსახურის შოვნა, რადგან მისივე თქმით, სტუდენტები ძირითადად მომსახურების სფეროში საქმდებიან, ამიტომ სწავლისთვის დრო ნაკლებად რჩებათ. ახალგაზრდები გორში ძალიან ბევრს აქვს იმის სურვილი, რომ იმუშაოს. მაგრამ დაბალანაზღაურებადია, თან არ არის სასურველი სამუშაოები და დაბალანაზღაურებადია და ზოგ სამუშაოს ისეთი პრობლემა არის, რომ ადგილები არ არის. ადგილები არ არის, დაბალანაზღაურებადია, 10 ლარს მაინც ვერ სცდებიან და მიდიან დედაქალაქში, რომ იმუშაონ და ოჯახი არჩევენ, ასე ვთქვათ. სტუდენტები კიდევ მაგალითად იმიტომ მიდიან სამუშაოდ და იმიტომ აქვს სურვილი, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადო. იმიტომ რომ ეხლა თქვა ისეც ვერ იქნება, რომ ოჯახმა დაფაროს ეს გადასახადი. ეს არის დიდი პრობლემა გორში, მაგალითად გორში არის დიდი პრობლემა სამუშაოს. ხო, პროფესიით ვერ საქმდებიან, იმიტომ რომ პროფესიაც არ აქვს და თან პრობლემა ის არის, რომ სწავლისთვის დრო არ სჭირდებათ. და თან იღლებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გორში რიგით მოქალაქეებსაც ვკითხეთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ სტუდენტებს ჯერ პროფესია არ აქვთ, ამიტომ მათთვის რთულია მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა, ხოლო ნაწილის აზრით გორში ახალგაზრდები ახერხებენ დასაქმებას მაღაზიებსა თუ გასართობ ცენტრებში. რადგან თავიდან პირველ ეტაპზე ჭირდებათ რაღაც დიდი გამოცდილება, მაგრამ ფიზიკურად არ იქნება ეს გამოცდილება, იმიტომ რომ ხარ ახალი დამთავრებული გაქვს ყველაფერი სწავლა და ფიზიკურად შეიძლება რომ მაგდენი გამოცდილება დააგროვოს. ზუსტად ამ გამოცდილებისთვის უბრალოდ ჭირდება, რომ რაღაცა საწყისი სუპერმარკეტები ალბათ. არ ვიცი, გორში ალბათ ეს გასართობი ცენტრებიც ხშირია. და სხვა ქალაქებში, კაფეებში უფრო საქმდებიან ძირითადად და გორში იმდენი მაინც არ არის იმედი საშუალება, რომ კაფეში დასაქმებია. სად არის დასაქმება? უმუშავარია სულა ხალხი დასაქმება. საზღვარგარეთ მიდიან, რაღაც კაფეები გამოგზავნო. საქსტატის ბოლო მონაცემებით 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,1% პუნქტით შემცირდა და 13,7% შეადგინა.